მიღწყვილია იმის თქმა, რომ სამდელობა დროდადრო ამაზე არ ჭობდა, რომ რა იქნება მერე. ეს გარდაუვალია. ვიღაცა ამბობს, რომ შეიძლება ხმამაღლამის თქმა არ გვიდა, მაგრამ თავს ნორავინო მოიტყუებს. მე არ მეგობრება არც ერთი სასულიერო პირი დედამიწაზე არავინ მოიტყუოს, თავის გულში ჩაიხედოს, რომ ერთხელ მაინც არ უფიქრია ამ საკითხზე. ვინ იქნება საქართველოს 152 პატრიარქი? ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი არსებობს. თუმცა მის ხმამაღლა დასმას უწმინდესი სიცოცხლეში ვერავინ ბედავდა. ამ კითხვას ახლა პასუხი ზუსტად 2 თვეში უნდა გაეცეს. მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის არჩევის პროცედურა 40 დღეში დაიწყება და ილია მეორეს გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 2 თვისა საბოლოოდ დასრულდება. ასეთია წესი, რომელიც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში 1995 წელს ჩაიწერა. თქვენ დაიჯერებთ იმას, რომ მე მაგალითად მთელი ეს 20 წელი რაც სასულიერო პირი ვარ, არასოდეს არ მიმსჯელია მომავალი პატრიარქის სავარაუდო კანდიდატზე, ან რომელიმე ჩემი ტაძრის მორიგე სამღვდელოებას და ჩემს მეგობარ-მღვდლებს ერთხელ მაინც ამ თემაზე არ გვისაუბრია, ვინმე ამას დაიჯერებს. ის მღვდელმთავრები, რომელთაც მე ვიცნობ და რომლებთანაც მე მაქვს დროდადრო ურთიერთობა, რომ რაღაცა ვკითხო მათ, ან ზოგადად ვიმსჯელოთ, ან ვიმეგობროთ, მაინც ამ საკითხებზე ესე ხმამაღლა და აშკარად არ საუბრობენ და ალბათ მათ გულში უკვე აქვთ თავიანთი გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებიც მიღებული. მე ვფიქრობ, რომ მდგომარეობა უნდა წარიმართოს ისე, რომ არ დაიძაბოს სიტუაცია, ვინმემ რაიმე თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს. ქართულ ეკლესიას სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით პატრიარქის არჩევის გამოცდილება უკანასკნელი 9 საუკუნის განმავლობაში ფაქტობრივად არ ჰქონია. ეს ბოლოს 1977 წელს მაშინ მოხდა, როცა საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორეს უწმინდესისა და უნეტარესის ტიტული მიენიჭა. მოსაყდრე ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. 59 წლის წინანდელი გამოცდილებით ილია შიოლაშვილის პატრიარქად აღსაყდრებას მხარი სინოდმა ერთხმად დაუჭირა. თუმცა მაშინ უმაღლეს სასულიერო კრებაში პატრიარქად არჩეული ილია მეორის გარდა სულ 6 წევრი ირიცხებოდა. ახლა კი სინოდი 39 ეპისკოპოსისგან შედგება და სწორედ მათ შორის უნდა გამოირჩეს ის, ვინც მაისში პატრიარქის მიტრას თავზე დაიდგამს. გარანტირებულად შეიძლება იყოს მეუფეშიო? არ გარანტირებულად არავინ არ შეიძლება რომ იყოს. ხომ რომ ორი პრეცედენტი გვაქვს, როდესაც მოსაყდრე არ გახდა. ორი კი არა, ბევრი პრეცედენტი გვაქვს ეგეთი, ეგ არ ნიშნავს. ეგ ნიშნავს იმას, რომ საორგანიზაციო საქმიანობის ხელმძღვანელია. ეხლა ამ შემთხვევაში ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის ეს განცხადება უკვე ნიშნავს იმას, რომ პატრიარქის მიერ დასახელებულ მოსაყდრეს სინოდში სრული მხარდაჭერა არ აქვს. მეტიც, მღვდელმთავარი ხაზს უსვამს, რომ მოსაყდრე მემკვიდრეს არ ნიშნავს და მეუფეშიო ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხების მომგვარებელია. მოსაყდრეობა კი პატრიარქად გახდომის გარანტია ვერ იქნება. ეს აქამდე პატრიარქის მიერ იყო დანიშნული მოსაყდრეთ, ეხლა სინოდმა დაამტკიცა ეს 40 დღე როგორც მოსაყდრე და ეს იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობს აი ამ საორგანიზაციო საკითხებს. მსგავსი პრეცედენტი არაერთი ყოფილა, მათ შორის გასულ საუკუნეშიც. 1917 და 1960 წლებში საქართველოს სულიერ წინამძღოლად არა მოსაყდრედ დასახელებული პირები, არამედ სრულიად სხვა კანდიდატები გახდნენ. 1917 წლის 12 მარტს, როდესაც ავტოკეფალია აღდგა, საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველი, ანუ მოსაყდრე, ასე რომ ვთქვათ, იყო ეპისკოპოსი, გურიეოდის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე, მაგრამ პირველმა საეკლესიო კრებამ, რომელიც აი აქ ჩატარდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, პატრიარქად აირჩია ეპისკოპოსი კირიონი. მეორე შემთხვევა გაქვს ასეთი, კათოლიკოს პატრიარქი მელქისედეკ ფხალაძე, მელქისედეკ მესამე 1952 60 წლებში იყო ჩვენი ეკლესიის საჭეთყრობელი და მან წერილობითი განკარგულებით მოსაყდრეთ გამოარჩია ურბნელი ეპისკოპოსი დავით დევდარიანი, მაგრამ როცა შეიკრიბა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსაყდრეთ გამოერჩია ყონდიდელი და ბათუმშემოქმედელი მიტროპოლიტი ეფრემი სიდამონიძე და ის გახდა შემდგომ კათოლიკოს პატრიარქი. თანამედროვე დებულების თანახმად პატრიარქად არჩევის წესი მოითხოვს კენჭისყრაში მონაწილეობა 3 კანდიდატმა მიიღოს.
პირველ ტურში ორი დაწინაურებული მღვდელმთავარი გამოვლინდება, რომელთა შორისაც გამორჩევა უკვე გაფართოებულ ფორმატში რეგიონებიდან ჩამოსული დელეგატების დახმარებით უნდა მოხდეს. თუმცა, გადამწყვეტი ხმის უფლება მაინც მხოლოდ სინოდის წევრებს აქვთ და რიგითი მღვდლები მხოლოდ კანდიდატურების განხილვაში მონაწილეობენ. მე ხლა გადავხედავ დებულების მიხედვით, ვინ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლის შეუსრულებლობის ან დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც არ შეუძლია უბრალოდ ეპისკოპოსს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ასაკი, ეროვნება, სასულიერო განათლება და ბერობა. ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის დაცვასაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება ითხოვს. ეკლესიის მომავალი საჭადპყრობელი შეიძლება მხოლოდ 40-დან 70 წლამდე მღვდელმთავარი იყოს. ეს ჩანაწერი უკვე გამორიცხავს არჩევნებში 9 ეპისკოპოსის მონაწილეობას. კითხვის ნიშნის ქვეშაა მეუფე ანტონის კანდიდატურაც. მას 70 წელი 7 მაისს უსრულდება. ამ დროს კი შესაძლებელია პატრიარქის არჩევის პროცედურა დასრულებული არ იყოს. თუმცა დარჩენილ 29 ეპისკოპოს შორისაც გავლენებისა და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირის გამორჩევა შეიძლება, ვისაც ეკლესიაშიც ყველაზე რეალურ კანდიდატებად მოიაზრებენ. ვინ გააგრძელებს ეს ამას ღმერთი იწყვეტა ეს. ამას შენ სინოდი წყვეტს ამ სინოდი ნამდვილად სინოდი ადამიანებისგან შედგება, მაგრამ განგებულება და ნება ღვთისა. მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი. წმინდა სინოდში დიდი გავლენები და ავტორიტეტი აქვს. მეუფე გრიგოლი საქართველოს საპატრიარქოში პარალელურად გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტსაც თავმჯდომარეობს. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი. მასაც წმინდა სინოდის წევრთა დიდ ჯგუფთან აქვს მჭიდრო კავშირი. მეუფე დანიელს ახლო ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთანაც. თუმცა, რამდენად მოხდება მისი კანდიდატურის დაყენება რთული სათქმელი არ, რადგან ის უკვე 70 წლის არის და მაისის ბოლოს 71 წელი უსრულდება. მეუფე ანდრია, გორისა და ატენის ეპარქიის წინამძღოლი. ის საპატრიარქოში ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს. ეს მღვდელმთავარი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ილია მეორეს სიცოცხლეშივე საპატრიარქოს მართვაში მონაწილეობდა და მრავალმილიონიანი ქონებების განკარგვა ჰქონდა ჩაბარებული. როგორ წარმოგიდგენიათ ქართული ეკლესია ხვალიდან დღეიდან? მეუფე იაკობი ჯერ დუმს, თუმცა მისი ხმა, როგორც წესი, წმინდა სინოდში ყველაზე ხმამაღლა ისმის. ჩვენი ინფორმაციით ის არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის ნომინირებას საქართველოს პატრიარქად, თუმცა ახალი პატრიარქის ასარჩევად ყოფილი ქორეპისკოპოსის სიტყვა უმნიშვნელო ვერ იქნება. უმაღლეს სასულიერო პირებს შორის ერთადერთი, ვინც ილია მეორეს შემცვლელის არჩევაზე ღიად და შეიძლება ითქვას, რომ თამამად ისაუბრა, ეს მეუფე ზენონია. ეპისკოპოსმა, რომელიც უწმინდეს შვილივით ყავდა TV პირველის ეთერში, პატრიარქის ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი გააჟღერა. უწმინდესმა დაიბარა, რომ მისი მემკვიდრე ყოველგვარი გარეჩარევისა და გავლენებისგან თავისუფალ გარემოში აირჩიონ. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ამ პროცესში ის არც პირდაპირ მithumetes და არც ირიბად არ ჩაერიოს. ამის შემდეგ მეუფე ზენონმა ამავე თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. აქ უკვე მინიშნება რუსეთის საპატრიარქოს შესაძლო ჩარევაზე გააკეთა. აუცილებელი არის, რომ ყოველგვარი გარეჩარევის გარეშე მოხდეს. რა თქმა უნდა, ხშირად საერთაშორისო პოლიტიკაც ამაზე ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ვიღაცამ შეიძლება ქონდეთ ამის სურვილი. მეუფე ზენონი პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრია. ჯერ კიდევ 2002 წელს, როდესაც ილია მეორემ შევარდნაძესთან კონკორდატი გააფორმა, პატრიარქის გვერდით სწორედ ის იდგა და დოკუმენტის ტექსტიც მან ჩაიკითხა. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ. საფრთხეებს ხედავდა პატრიარქი და ამ საფრთხეებზე მისი გარდაცვალების შემდეგ ხმამაღლა მეუფე ზენონთან ერთად უწმინდესის მიერ ეპისკოპოსად ხელდასმული მეუფე ნიკოლოზიც ალაპარაკდა. გავლენებისგან თავისუფალ არჩევნებს მღვდელმთავარი არც ახლა ელოდება. რამდენად თავისუფალია სინოდი ამ შემთხვევაში სხვა გავლენებისგან, თუნდაც სახელისუფლებო. სახელისუფლებო გავლენებიდან არასოდეს არავინ არ ყოფილა ეკლესიის კი არა, საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში, ესე იგი ხელისუფლება, იმის ხელისუფლება რომ თავის გავლენებს ამყარებს. რა ვქნათ მე? პატრიარქი ხელისუფლების რჩეული უნდა იყოს, ამას ამბობთ მეუფე. მომისმინეთ, ხელისუფლება რომ მონაწილეობს ამ ყველაფერში, ამაში ახალი არაფერი არა რა. ეს კარგი ამბავია მერე? ჩვენ შეფასების მიღმა ეს არა.
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გულწრფელ სამძიმრებთან ერთად სოციალური სივრცე მეუფეშიოს მოსაყდრეობის პერიოდში ხელისუფლებასთან დაახლოების შესახებ გამოთქმულ წუხილებსაც დაეთმო. წერენ, რომ უწმინდესის დაუძლურებისთანავე საპატრიარქოს განცხადებები დაუზოგავად ანტიდასავლური გახდა. რომ მეუფეშიომ ოცნების მთავრობას ეკლესიის სუვერენიტეტი გაუცვალა. რომ მოსაყდრემ მისივე კოლეგების გულის მოგება ვერ შეძლო და ასე შემდეგ. სასულიერო პირები კი პირად საუბრებში გვიყვებიან, რომ ახალი პატრიარქის არჩევის წინ ყველას აქვს განცდა, რომ ტოტალურად უსმენენ. მათ შორის საკურთხეველშიც და ასე ცდილობენ მათი პოზიციის გაგებას. ეს ასაცილო ყოველთვის იყო. მოგეუბნებით, რამდენი პიროვნებაც არის, იმდენი განსხვავებული აზრი არსებობს. ახლა შეიძლება მე მქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ მე არ გამოვთქვა ის ჩემი განსხვავებული აზრი. ახლა მე უფეს ზენონი უფრო სულიერად ისე თამამი პიროვნება და ამას ამბობს. რომ მე შეიძლება არ გამოვთქვა, მაგრამ იქ ფურცელს რა ჩავაგდეთ ხო არავინ არ მიყურებს. სინოდის ყველა მოქმედი წევრი ილია მეორეს მიერ არის ხელდასმული. მხოლოდ 2 მიტროპოლიტი ყავდა სასულიერო კრებას, ვინც აწკარდაცვლილ პატრიარქს სინოდში დახვდა. თუმცა ალავერდელი მეუფე გრიგოლი და ეპისკოპოსი ზინობი 90-იან წლებში გარდაიცვალნენ. შესაბამისად, ახლა კრებაში ხმის უფლების მქონე ყველა მღვდელმთავარი პირადად ილია მეორეს მიერ არის დაწინაურებული. ამის მიუხედავად არჩევნების სახელისუფლებო ჩარევისგან თავისუფალ გარემოში ჩატარების გარანტია, როგორც ჩანს, არც თავად უწმინდეს ჰქონდა. ყოველთვის იყო მცდელობები საერო ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩარეულიყვნენ. ამაში არაფერი ისეთი გასაკვირი არ არის, მაგრამ რა ვიცი, ამას მე მგონი არ ჭირდება ვინმეს განცხადება, რომ მაქსიმალურად ეკლესია უნდა იყოს თავისუფალი თავის არჩევანში. და რა ხან სინოდის წევრი ამ განცხადებას აკეთებს, საფრთხე არსებობს დღესაც? როგორც თქვენ თქვით, უკვე სინოდში ჩვენ 40-ზე მეტი წევრი გვყავს, ისე რომ ზოგიერთები აკეთებენ განცხადებას, ზოგიერთები არ აკეთებენ. დაქრუებული ტახტი ახალ პატრიარქს ელოდება. ამ ტახტის მფლობელის კრიტიკა აქამდე ღიად არც ერთ ხელისუფალს გაუბედავს. ყველა ცდილობდა ანგარიშის გაწევას და საჯაროდ საპატრიარქოსთან კარგი ურთიერთობების დემონსტრირებას. პირველი ივანიშვილი იყო, ვინც ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე თქვა, რომ პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს. და რომ ეკლესიის მოსაზრებების გათვალისწინება აუცილებელი არ არის. ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით არის შეურაცხყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არ საჭიროებს ამას თვითონ ეკლესია და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება. ისევე შეიძლება კრიტიკა, ისევე შეიძლება შეეშალოს თიკაც, ისევე შეიძლება მოხდეს იქაც ცუდი ამბები. ყველა შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს. ამ პატრიარქმა შეიძლება თქვას, ბრძანოს, ის როგორც თვითონ უყურებს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ამის შემდეგ საპატრიარქოს არაერთმა ქარიშხალმა გადაუარა. ჯერ იყო ციანიდის სკანდალი, როდესაც ხალხს მიანიშნეს, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. შემდეგ თქვეს, რომ მიზანში უწმინდესი არ ყოფილა და მღვდელს ციანიდი გერმანიაში შორენა თეთრუაშვილის მოსაწამლად მიჰქონდა. დიაჟიოტაჟის მიუხედავად გამოძიებამ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ დაარწმუნა, რომ ეს შეკერილი საქმე არ ყოფილა და ერთი მღვდელი საწამლავიანი ჩემოდნით ნამდვილად დიდი უბედურების დასატრიალებლად მიდიოდა. ციანიდის სკანდალი იმ დროს აფეთქდა, როდესაც პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული. ილია მეორის პირადი მცველი მაშინ ჩვენს გუნდთან ინტერვიუში იხსენებდა, რომ ამ სკანდალმა პატრიარქზე მძიმე გავლენა მოახდინა. იმდენად განიცადა ეს ფაქტი, რომ როდესაც პროფესორმა გაიგო, რაღაცა ხდებოდა, თქვა, ესე თუ გააგრძელებთ, მოგვიწევს ოპერაციის გადაწევა, იმიტომ რომ არ შეიძლება, თავი შეიკავეთ. რა თქმა უნდა, ის ძალიან გერმანელ პროფესორზე, დიახ. რადგანაც ემოციური ფონი იზრდებოდა პატრიარქის რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება, გულზე აისახება, ნერვებზე აისახება, ხო, მისი დრო ის ძალიან ახლოს იყო პატრიარქთან. ამ პროცესმა ყველაზე მეტად მეუფე დიმიტრი დააზარალა, რადგან დაკავებული მღვდელი მამა გიორგი მამალაძე მისი სულიერი შვილი იყო. პატრიარქის დაცვის უფროსი კი მეუფის ქალიშვილის ქმარი. საბოლოოდ ციანიდის სკანდალის ფონზე მეუფე დიმიტრიმ გააკეთა განცხადება, რომ ის პატრიარქობას არ აპირებდა. არა და მანამდე ილია მეორე საკუთარ მემკვიდრედ სწორედ ძმის შვილს მიიჩნევდა. მე ერთ ამას ვგრძნობ, რომ ეს არის შავი ღრუბელი, ხედავ რომ ჩემ თავზეა თავმოყრილი და მართალი გითხრათ მთელი გულწრფელობით, რომ დღესაც არ ვიცი რატომ. ხო, არ ვიცი, ალბათ ამას ყველაფერი მომავალი გვიჩვენებს. მინდა თქვა, რომ
ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია, იმიტომ გავიმეორებ იგივეს, რომ პატრიარქი ილია არის ეპოქალური პიროვნება, მან ეკლესიაში შექმნა ეპოქა და ერთ ეპოქაში ორი გვარის წარმომადგენელი მე ვფიქრობ, რომ ზედმეტია. ციანიდის შემდეგ საპატრიარქო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონო მოსმენების შედეგად შექმნილმა ათასობით ჩანაწერმა გამოჟონა. მათ შორის იყო მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების პირადი ცხოვრების დეტალებიც. სწორედ მაშინ დადგინდა, რომ ფარულად უსმენდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც. ცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებული საპატრიარქო რეზიდენციიდან ილია მეორე საკუთარ დას დაუკავშირდა. მონაზონ ნატალია შიოლაშვილს, რომელსაც აცნობა, რომ ცუდი სიზმარი ნახად და ხსენებულიდან გამომდინარე დაავალა სასწრაფოდ შეამოწმოს საპატრიარქოში არსებული მისი პირადი სეიფი. ამ ჩანაწერით დგინდება, რომ 2019 წლის სექტემბერში პატრიარქს ეჭვი ჰქონდა, რომ სეიფი, სადაც ანდერც ინახავდა, ვიღაცამ გახსნა. ამ დროს უწმინდეს მოსაყდრად შიო უკვე დასახელებული ყავს. ჩნდება კითხვა, კიდევ რა ეწერა პატრიარქის ახალ ანდერჩში და სად ინახება ახლა ეს დოკუმენტი. დრო უნდა ანდერძის მონახოს უნდა დრო და ყველა სეიფი უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ თუ უცებ გამოიშთა ეს ანდერძი, ხო გამოიშთა, თუ არა და უნდა მოიძებნოს კარგად, სად არის ფიზიკურად სად ინახებოდა, არავინ არ იცის. ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი? ერთ-ერთ კანდიდატურად მეუფე გერასიმეც სახელდება. ის ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსია და საპატრიარქოს საგარეო სამსახურს ხელმძღვანელობს. ფაქტია, რომ მეუფე შიოსთან ერთად ყველა სავარაუდო კანდიდატს მხარდამჭერთა საკუთარი გუნდი ჰყავს. პატრიარქად არჩევას კი მინიმუმ 20 ხმა სჭირდება. ის რომ შიომუჯირს შესაძლოა ბევრი მომხრე არ ჰყავდეს, ეს იმ საარქივო ინტერვიუებიდანაც არის დადგენილი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მისი მოსაყდრად დასახელებისას 2017 წელს ჩაწერა. ელოდით რომ თქვენ იქნებოდით? მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებოდი. მე უარს ვიტყოდი. პატრიარქის ნების წინააღმდეგ წახვიდოდით? პატრიარქმა იცის, მე რაც არ მსურს და იმას არ დამავალებს. ანუ მეუფეშიოზე იცოდა რომ მსურდა მეუფეშიოს. მურჩილებით მიიღო. ესეთი განცხადება კეთდება სინოდზე საერთოდ. ცოტა სამართლებრივ საკითხით რო შევხედოთ, ბევრი კითხვა ჩდება, რა თქმა უნდა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პატრიარქმა, რომ არ ეთქვა არავისთვის, არც სინოდის არც ერთი წევრისთვის, არც ერთი ქორეპისკოპოსისთვის? მე ისიც არ ვიცი ის ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა. შეიძლება არ ყოფილიყო თავისუფალი? რა ვიცი. მოსაყდრე ინიშნება მაშინ, როდესაც უუნარო არის პატრიარქი. თუ ეხლა ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ რა უნდა ვთქვათ? მაშინ ამას უნდა მოყოლოდა, რომ განცხადება ყოფილიყო, აი მე მივდივარ, მოსაყდრეს ნიშნავ და მოსაყდრე მე აგრძელებს იმ პროცედურებს, რაც დებულებით არის განსაზღვრული, ხო? მეუფე გრიგოლი ახლა ერთ-ერთია იმ სავარაუდო კანდიდატებს შორის, ვინც შესაძლოა პატრიარქის მითხრა დაიდგას. ეს განცხადება მან 2017 წლის 23 ნოემბერს ჩვენს გუნდთან მაშინ გააკეთა, როცა ყველასთვის მოულოდნელად უწმინდესმა და უნეტარესმა მეუფე შიოს გამორჩევა გადაწყვიტა. მოსაყდრის დასახელებიდან უწმინდესმა თითქმის 9 წელი იცოცხლა. ელებამდე უჭირდა მართვის პროცესში მონაწილეობა? არა, ეს მართვის პროცესი აგრძელებს, ვიხარი არაფერი. ხო, მაგრამ მასთან ერთად მან ბრძანა რომ გააგრძელებს მართვის პროცესს. მას ეხმარება მეუფეშიო. ქონდა პრობლემები, იგივე ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე. ჯანმრთელობის პრობლემები მას რა თქმა უნდა სუსტად აქვს, მაგრამ ის პრობლემა რომ მას არ შეუძლია მართლაც პრობლემა არ არსებობს. უკვე ამას წყვეტავს უკვე სინოდი. თუმცა მას აქვს ერთი უპირატესი ხმა? არანაირი უპირატესი ხმა არა. ეს არის ჩვეულებრივი. რატო გონიათ რომ უპირატესი ხმა? თქვენთვის არ იქნება გადამწყვეტი? როდესაც თქვენ დადგებით არჩევანის წინაშე ვის უნდა მისცეთ ხმა, რომ მეუფეშიო პატრიარქის მიერ დასახელებულია მოსაყდრედ? არა, ნამდვილად. ახლა მოსაყდრეს უნდა კითხოთ, უკვე რა დონის კომუნიკაცია უნდა გქონდეთ? მოსაყდრეს რატომ უნდა ვკითხო? მიზეზი მითხარით, რა მოსაყდრე არის უპირატესი ველთავარი ახლა წირვებზე, ხო? დადგება წინ. ხოლოდ ეს არის? ამ შემთხვევაში კი. მეუფეშიო იქნება შემდეგი პატრიარქი. მოსაყდრეობა აბსოლუტურად სხვა რამეა. არა, მე არ მეკითხა. მე ვიცი რომ არ ნიშნავს, და ამიტომ კითხვას გისვათ, იქნება შემდეგი პატრიარქი. შეიძლება ერთ-ერთი კანდიდატი არის. ერთ-ერთი როგორ აიცი, ახლა ყველა შეუძლია, ახლა 47 ხო, ყველა შეუძლია თქვას მე ვარ კანდიდატი. მხოლოდ ამ რეპორტაჟში ხმის მიცემის უფლების მქონე 6 მაღალი იერარქის ინტერვიუთი გასაგები ხდება, რომ ისინი მეუფეშიოს გაპატრიარქებას მხარს არ უჭერენ.
რამდენი იზიარებს ამ პოზიციას და რამდენი შეძლებს გარე გავლენებთან გამკლავებას. ამას პირველივე კენჭისყრა გვაჩვენებს. ხელისუფლება უნდა ჩაერიოს ამ არჩევნებში? არა. გუშინ მეუფეზენონმა თქვა, რომ უნდა იყოს აუცილებლად თავისუფალი ეს არჩევანი ყველა გავლენისგან აბსოლუტურად. აბსოლუტურად. ეს უნდა გადაწყვიტონ, იმიტომ სასულიერო პირებმა იციან ეს რამხელა ტვირთია. ეს საერო ცხოვრებაში მყოფმა ადამიანებმა ნაკლებად ეს იცოდნენ. ყველაფერი იციან, რა წინააღმდეგობები შეიძლება შეხვდეს. თუნდაც საერო ხალხისგან. ეს არ არის მარტო საეკლესიო მასშტაბით, ეს არის მთელი ქვეყნის უნდა იყოს. ხალხის უწყვეტი სახალხო დემონსტრაცია კი ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ერთის მხრივ ესმით მომხდარის მნიშვნელობა და მეორეს მხრივ ძალიან ეშინიათ მომავლის. რა იქნება ხვალ? მას შემდეგ რაც თითქმის ნახევარ საუკუნოვანი ეპოქა დასრულდა. არსებობს ეგ საფრთხე, რომ ზეწოლა მოხდეს? საერთოდ ეს საფრთხე უფრო მეტად არსებობდა, მე ვიტყოდი, დარწმუნებული ვარ, უფრო ტოტალიტარული რეჟიმების პერიოდში. მათ შორის მაშინ, როდესაც საქართველო როგორც სახელმწიფოებრივი ერთეული დამოუკიდებელი არ იყო და შედიოდა მოწმე რესპუბლიკებთან ერთად იმ გრანდიოზულ იმპერიაში, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა, რომელიც ოფიციალურად 91 წელს დაიშალა. აი, მივედით იქრითიც დავიწყეთ. ჩვენ პირველად დავდეგით პატრიარქის გარდაცვალების წინაშე. აი, მე ვერ ყვები პოსტსაბჭოთა პერიოდის მსგავს, აი რომ მოგიყვე რომ აი 92 წელს გარდაიცვალა პატრიარქი და აი მაშინ გახსოვთ რა მოხდა, იგივე არ უნდა მოხდეს. ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ გარკვეულწილად, როგორც მე რიგით მოდელმსახურს და როგორც თქვენ რიგით მოქალაქეს და საერთოდ თუ ვინმე თავის თავს თulis ქრისტიანად და ეკლესიის წევრად, არ აინტერესებდეს ეს საკითხი და სხვა არის რომ ეს შეიძლება აინტერესებდეს ხა ჩემს ძმას, რომელსაც რეალურად არაფერზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია და სხვა არის თუ გარკვეულ ინსტანციებს აინტერესებთ, რომელსაც შეუძლია ინსტანციის მოხდენა, ხო? ამიტომ მე ვიმეორებ ასეთ რაღაცას, რომ ჯერჯერობით ეს საკითხები ალბათ წინა აქვს საქართველოს ეკლესიას. მეუფე ანტონმა ხუთშაბათს ტv1-ის ეთერში არ დამალა, რომ საპატრიარქოსთვის ახლა ნამდვილად სხვა ხანა იწყება, სადაც 39 ეპისკოპოსს სათავეში აღარ ეყოლება ის ავტორიტეტული მმართველი, რომელმაც ისინი მღვდელმთავრებად გამოარჩია. დატოვებული მოსაყდრე კი მის ჩანაცვლებას ვერასდროს შეძლებს. პატრიარქი იყო ჩვენი ყველასი მამა, ყველანი ვიყავით შვილები და ეხლა ვინც არ უნდა იქნეს მომავალი პატრიარქი, ის იქნება ძმათა შორის შვილებიდან არჩეული. შვილები ძმები ერთმანეთს ცოტა რთული იქნება შვილებში და მამის წინაშე ვერავინ ვერ ამოიღებს ხმას.